Business Couriers ტენდერებზე საუბრით განვაგრძობთ ამჯერად თბილისის მერიაში, სადაც ბოლო ორ თვეში 129 ტენდერი ჩატარდა და 78 შემთხვევაში გამარჯვებულს თანხის 50-დან 100%-მდე წინასწარ ჩაერიცხა. საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მიიჩნევს, რომ მიზეზი ცუდი მენეჯმენტია, კერძოდ ის, რომ მერიამ ბიუჯეტი დროულად ვერ აითვისა და ახლა ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დახარჯოს ფული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიას ანგარიშზე 70 მილიონი აქვს დარჩენილი და მის თავიდან მოშორებას ცდილობს. ამ მიზნით კი 4 სექტემბერში დავით ნარმანიამ ბრძანება გამოსცა და ტენდერში გამარჯვებულისთვის თანხის წინასწარ გადახდა სავალდებულო გახადა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს წამგებიანია, რადგან საბანკო ანგარიშზე მეტ ხანს რომ დარჩენილიყო ეს ფული, მას სარგებელი დაერიცხებოდა, რომლის მიღების ხადია მერია იქნებოდა. თუმცა მიშა აღმოჩნდა, რომ ეს ტენდერში გამარჯვებულისთვისაც შესაძლოა წამგებიანი იყოს, რადგან მას ჩარიცხული თანხის შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენა უწევს, რაც ბუნებრივია მას ხარჯებს უზრდის და მოგებას უმცირებს. არ ვიცი ამის შედეგია პირდაპირ თუ არა, მაგრამ ბოლო ორ თვეში მერიაში 28 ტენდერი ჩაიშალა ან შეწყდა. საავანსო 78 ტენდერის ჯამური ღირებულება 28 მილიონი ლარი, საიდანაც მერია მზად არის, რომ ავანსის სახით გასცეს 17 მილიონი ლარი. მერია დაკარგავს საპროცენტო თანხებს, ეს იქნება თვეში მინიმუმ 60,000 და მაქსიმუმ 215,000 ლარი და ასევე მიწოდევლებს დაემატებათ თანხები, რომელიც საჭიროა საბანკო გარანტიის წარმოდგენისათვის და ეს თანხები თვეში იქნება მინიმუმ 52,000 ლარი. ეს არის საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვა და გაფლანგვა, რაზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და სამართალდამცავ ორგანოებმაც კი ამოდენობის საბანკო გარანტიის და მით უმეტეს სავალდებულო წესით გამოყენების სურვილი არ გააჩნიათ შესრულებელ ორგანიზაციებს, რაც იწვევს მათ მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩაშლას. უკვე დასრულებული 63 ტენდერიდან მათ ჩაეშალათ თითქმის ნახევარი 28 ტენდერი, რაც საბოლოო ჯამში აისახება დედაქალაქის ქუჩებზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.